მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და ტრადიციისამებრ მოდით ვნახოთ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში 29 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ვიდეოს ვიღებდი, დავარიგე ვარიანტები და გადავწყვიტე რომ არ ამეღო, არ შემეცვალა არკანები. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ არაფერი. არჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელიც მეტად გეიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი. და შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსებისთვის ველოდებით თქვენს უკავშირს კომენტარებისა და ლაიქების სახით. მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან და არკანის სამსჯავრო ამოვიდა პირველი ვარიანტისთვის. მეგობრებო, საერთოდ არ გამიკვირდა. საერთოდ არ მიკვირს, იმიტომ რომ პირდაპირ შუა კვირაში გვაქვს ერთი წელიწადიდან მეორეში გადასვლის პროცესი და ნახეთ არკანის სამსჯავრო მეტყველებს რაღაც უმძლავრესი შინაგანი ცვლილებების შესახებ. სხვათა შორის ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ამ ერთი კვირის განმავლობაში მიიღოთ თქვენთვის მოულოდნელად რაღაც გარკვეული შემოთავაზება, ან რაღაც კონკრეტული საკითხი გაირკვას თქვენთვის მოულოდნელად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 29 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით. პენტაკლების 5-იანი, ხმლების 4-იანი, ხმლების 10-იანი, ხმლების ტუზი, არკანი კოშკი, პენტაკლების 4-იანი და არკანი შეყვარებულები. მეგობრებო, შეხედეთ უბრალოდ რამდენი არკანი წამოვიდა, რამდენი ენერგიები წამოვიდა და ხმლები წამოვიდა თანაც ძირითადად. იცით არ მინდა რომ რომელიმე თქვენგანი დავაშინო მაინც და მაინც, მაგრამ აქ მოსალოდნელი არის ის რომ იყოს გარკვეული დროებითი ფინანსური ენერგიის კრიზისი, თუმცა ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება რა თქმა უნდა. შესაძლოა თქვენ თავს გრძნობდეთ გადაღლილად, დაქანცულად, სადღაც გრძნობდეთ თავს დაკარგულად, ისე თითქოს ლიმონივით გამოწურული ხართ და მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი სამწუხაროდ ჩვენს დღევანდელ რეალობაში ვინც ქალები მისმენთ, უფრო იმათ მიმართავ, ხშირი არის ის რომ ქალი აკეთებს სუფრას, ქალი აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს საახალწლოდ და მამაკაცები, მათი მეუღლეები, შვილები უბრალოდ ისვენებენ. ხო, სამწუხაროდ ასეთი რეალობა ძალიან ხშირი არის, ამიტომაც ქალებს რა თქმა უნდა ზუსტად ამ მიზეზით ხშირად არ უყვართ დღესასწაულები, არ უყვართ აღნიშვნა და თუ თქვენ ახლა ხართ მამაკაცი, ვინც უყურებთ ამ ვიდეოს და თქვენი მეუღლე, თქვენი ცოლი არის ასეთ მდგომარეობაში, პირდაპირ ვიტყვი რომ უმჯობესია დაეხმაროთ, გვერდში დაუდგეთ შეძლების დაგვარად, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად დაეხმაროთ სუფრის გამზადებაში და მსგავს პროცესებში. ხოლო ვინც აქ მიყურებენ ქალები, რომლებისთვისაც ეს სიტუაცია საერთოდ არ არის აქტუალური და სულ სხვა რეალობაში ხართ, აქ შეიძლება იყოს გადაღლილობა უბრალოდ ახალი წლის ენერგიების გამო, უბრალოდ იმის გამო, რომ საახალწლო ენერგიები დატრიალებს თქვენს ირგვლივ, ბევრი ყურადღება, ბევრი მილოცვები, ბევრი კომუნიკაციები, შეიძლება გადამღლელი იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ აქ თქვენში გამოიღვიძებს ახალი ენერგიები, აქ მოდის ახალი პროცესები, სადაც თქვენი ძველი მეს ფუნდამენტალური ჩამოშლა ხდება, რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს არანაირად სასიამოვნო, ხო? შეიძლება პირიქით საკმაოდ მტკივნეულიც იყოს ეს პროცესი, მაგრამ აქ მოდის თქვენი ამჟამინდელი მეს, თქვენი ძველი პროგრამების ჩამოშლა და მოდის როგორ რა ენერგიებით. პირველ რიგში აქ არკანის სამსჯავრო ამოგვივიდა და კიდევ ერთი უფროსი არკანი კოშკი ამოვიდა. ეს ორივე არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ არა უბრალოდ ფუნდამენტალური ჩამოშლა, არამედ აქ არის გადაპროგრამირება თქვენი რეალობისა და აქ თქვენ თავადაც მიიღებთ ამაში რა თქმა უნდა მონაწილეობას, იმ კუთხით რომ გინდათ არ გინდათ მოგიწევთ იმაზე დაფიქრება, აქამდე როგორ ცხოვრობდით, რისი შეცვლა გინდათ,
რა გინდათ რომ შეიცვალოს თქვენს მომავალ წელს, ხო? ზოგადად არსებობს ასეთი ჭყალებში ახალი წლის თეორია. ყველა ადამიანი აკეთებს გარკვეულ დასკვნებს წარსულ წელიწადზე. უკაცრავად დაპაუზება მომიწია და აკეთებს დასკვნებს. სურს თუ არა ისევ იგივენაირი წელიწადი, რისი შეცვლა სურს. და რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რომელიც დაიწყება თქვენს რეალობაში. და მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრის ბოლომდე აქ შეიძლება იყოს ცოტა მძიმე ენერგიები, ცოტა გადაღრილობა, სადღაც ოდნავ კრიზისები, როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური, ყველასა რა თქმა უნდა ინდივიდუალურად რეზონირდება, ხო? ინდივიდუალური ინტენსიურობით. საბოლოო ჯამში თქვენი ენერგიები უკვე იანვრიდან გადადის ახალ ეტაპზე. აქ მოდის ახალი რაღაცეების ანალიზი, ახალი რაღაცეების გააზრება, მეტი სიყვარული საკუთარი თავის მიმართ და მოდის უფრო მეტი ფინანსური ენერგიის სტაბილურობა და მეტი ფინანსური ენერგიის სიმყარე. დიახ, თუ თქვენ გგონიათ, რომ მიგაჩნიათ, რომ ხართ გარკვეულ ფინანსურ კრიზისში, მოდის გარკვეული ფინანსური დანაკლისები, დამიჯერეთ 2026 წლის დასაწყისშივე ეს ყოველივე შეიცვლება. ამ ერთი კვირის განმავლობაშივე მოდის ზუსტად ეს ცვლილებები. და ნახეთ, მესამე უფროსი არკანი აქ ამოვიდა, არკანის შეყვარებულები და ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ მოდის სიყვარული უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ. თქვენ გააკეთებთ უფრო სწორ დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დააფასოთ მეტად საკუთარი თავი, ისწავლით ამას. ისწავლით ამას, იმიტომ რომ გავიმეორებ თქვენი ფუნდამენტალური ის რაც ფუნდამენტში იყო თქვენს გონებაში, თქვენს ცნობიერში, თქვენი კომპლექსები, თქვენი შიშები, თქვენი ნეგატიური ფიქრები საკუთარ თავზე, ეს ყველაფერი ჩამოიშლება. და დიახ, ეს შეიძლება არ იყოს მარტივი პროცესი. თასების ცხრიანი ამოვარდა თავისით. ახსავსე იქნებით დადებითი ენერგიებით, ოღონდ უფრო იანვრის დასაწყისში. ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ დროს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე და მეგობრებო, ამ წამს გავიაზრე, რომ წელს ეს არის 2025 წელს ეს არის ბოლო კვირის ენერგიები. და მეორე ვარიანტი აქ ამოვიდა ხმლების ორიანი. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა ის, რომ აქ იქნება საკუთარ თავში ჩახედვა თქვენთვისაც, ანუ პრინციპში ის, რაც მე ვისაუბრე პირველ ვარიანტზე თქვენთვისაც აქტუალური არის, ანუ იმის შესახებ, რომ საკუთარ თავს მეტად ჩაუღრმავდებით, რაღაცებზე მეტად დაფიქრდებით, გააკეთებთ რაღაც გარკვეულ დასკვნებს, ეცდებით, რომ დაფიქრდეთ და გაანალიზოთ, რამდენად გინდათ, რომ ზუსტად ისეთი წელი იყოს, როგორიც აქამდე იყო. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 29 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით. ნახოთ. თასების ოთხიანი არკანი, სიკვდილი, არკანი, ზომიერება. მეგობრებო, თქვენთანაც მოდის აქ უმძლავრესი ტრანსფორმაციები, თანაც არკანის სიკვდილით და პირდაპირ ვიტყვი, საერთოდ არ მიყვარს, იმიტომ რომ გავიმეორებ, შუა კვირაში გვაქვს ახალი წელის, შუა კვირაში გვაქვს სრულიად ახალ ენერგიებში გადასვლა, ხო? და თანაც სხვათა შორის არ ვიცი რამდენმა თქვენგან მაიცის ეს, მაგრამ ვისაც გაქვთ თქვენი ბედის მატრიცა გაკეთებული და ვისაც აქ გელოდებათ არკანის სიკვდილის წელიწადი, სხვათა შორის მეც ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვარ, ჩემთვისაც არკანის სიკვდილი მოდის 2026 წელს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ასეთი არკანები საშიში არ არის, ზოგადად არ არსებობს ცუდი და კარგი არკანი, ყოველი არკანი გარკვეული ენერგიის მატარებელი არის, ხო? და ნახეთ, აქ პირდაპირ თქვენს რეალობაში იწყება თავიდანვე, რასაც ქვია, გადატვირთვა, გადაპროგრამირება სრულიად ახალ ენერგიებზე და აქ მოდის უმძლავრესი ცვლილებები, ფაქტობრივად თავიდანვე. კი თქვენ შეიძლება გეჩვენებოდეთ, თითქოს არაფერი არ იცვლება, თითქოს ყველაფერი ზუსტად იგივენაირად არის, თითქოს და ყველაფერი
სტაბილურობაში არის, მაგრამ დამიჯერეთ თავიდანვე მოდის აქვს ცვლილებები. და ეს ცვლილებები შეიძლება არ ჩანდეს მაინც და მაინც გარედან, მაგრამ აი ხდებოდეს თქვენში გნით. და პირველ რიგში რა კუთხით ვხედავ აქ ცვლილებებს. პირველის ყოვლისა მეტად ჰარმონიული დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი რეალობის მიმართ, თითქოს მეტად დაიწყებთ პოვნას, ჰარმონიის ძებნას და პოვნას საკუთარ თავში, საკუთარ ფიქრებში, მეტად ჰარმონიული დამოკიდებულება მოდის ზოგადად საკუთარი თავისა და რეალობის მიმართ, მეტი მიმღებლობა, მეტი მოთმინების უნარი. სხვათა შორის აქ ასევე მოდის, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, სხეულის ფორმების ცვლილებები. და ნახეთ რა კუთხით, აქ რადგანაც უფროსი არკანები ამოვიდა, რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, რომ აი პირდაპირ 5 იანვრამდე თქვენ წონაში ან მოიმატებთ, ან დაიკლებთ, ან რაღაც არაამქვეყნიური ცვლილებები იქნება მეთქი, ხო? მაგრამ ვიტყოდი იმას, რომ აქ გარკვეული ფუნდამენტი ჩაისახება იმისა, რომ თქვენი სხეულის ფორმებმა დაიწყონ ცვლილება. დაიწყონ ცვლილება თქვენთვის სასარგებლოდ, ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი, რაღაც მომენტში შეიძლება იყოს წონის მომატება ან დაკლება, რაღაც ისეთი მომენტები, რაც თქვენ შეიძლება არ გესიამოვნოთ, ხო? ამ ერთი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ ახალ წელს ხშირი არის ის, რომ ადამიანები იმატებენ პლუს 1-2 კილოს, ხო? მაგაში ცუდი არაფერი არ არის ნამდვილად. უბრალოდ აი თითქოს რაღაც გარკვეული ფუნდამენტი ჩაისახება იმისა, რომ თქვენი სხეულის ფორმები უკეთესობისკენ შეიცვალოს. რაღაც ასეც ვუყურებ მე აქ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. ძალიან საინტერესო კვირა გველოდება აშკარად, ხმლების ცხრიანი, პენტაკლების პაჟი, კვერთხების 7-იანი, ასების 10-იანი და პენტაკლების რაინდი. პირველ რიგში აქაც ვგრძნობ იმას, რომ სავსებით შესაძლებელია იყოთ გადაღლილნი, სავსებით შესაძლებელია იყოს ცოტა დეპრესიული, ნეგატიური ფიქრები, მაგრამ ნახეთ, აქ მოდის სულის ალქიმია. რა არის სულის ალქიმია, იცით? როდესაც ჩვენს დარდებს, ჩვენს ნეგატიურ მდგომარეობას, ჩვენს ტრავმებს, ჩვენს ნეგატიურ გამოცდილებას ვაქცევთ შინაგან ოქროთ, ვაქცევთ შინაგან ძალად და ზუსტად ასეთ შინაგან პროცესში იქნებით თქვენ მეორე ვარიანტი. და თან იცით როგორ რაღაცას ხედავ, თან ხართ ამ პროცესში და თან აკვირდებით. თან სადღაც რაღაცეები კი ბატონო შეიძლება იყოს არასასიამოვნო, მეგობრებო, გავიმეორებ, ეს საჯარო გაშლა არის და ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, ვიღაცისთვის ძალიან ინტენსიურად, ვიღაცისთვის ნაკლები ინტენსიურობით. მაგრამ ხო, აქ იქნება ოდნავ რაღაც არასასიამოვნო ენერგიები, ზოგისთვის, ვიღაცისთვის ძლიერად იგრძნობა ეს, რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის აქ იქნება კონფლიქტები, სხვათა შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში ნახეთ, თქვენ გადადიხართ იმ პროცესში, როდესაც პოულობთ საკუთარ თავში რაღაც ახალ ძალას. აღმოაჩენთ, რომ კონკრეტული თქვენი სისუსტე შეიძლება იყოს თქვენი უდიდესი ძალა. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა, ყველას გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ, ნაყოფიერ დროს, წელიწადს, კვირას, ყველაფერს და ნახვამდის.